აქ მომდელი დაიდგნება და ეს მერხები კიდე შევიწროდება ფაქტიურად. ნახეთ როგორ უნდა გაიაროს მასწავლებელმა და როგორ უნდა წარმართოს აქ სასწავლო პროცესი. ფაქტიურად დამახინჯებულად მიიღოს. მე ინვენტარი გვაქვს ძალიან მოძველებული. და დაფები კიდე საშინელები. ბავშვებს უჭირთ რომ დაინახო. ან როგორც რომ დაწყებით აღჭირდებათ ნახაზიან დაფებიც, რომ შესაძლოა. გასწოთ, გინდათ ახალი სკოლა და უფრო კი, ძალიან მინდა. კი, რადგან სწავლა უფრო კარგად გავა. ანუ გძნობთ კომფორტულად თავს ამ? არა, ჩვენ დავაყენეთ განათლების რესურს ცენტრში ეგ საკითხი, მაგრამ დავკვირდიან ეს რა ქვია ნახმარი მერხები გვაქვს და გამოგიგზავნითო, მაგრამ დღემდე არაფერი არ ჩანს. და არ გვაქვს კიდე კარგი საწერი, არც პირველ კლასში არ არის წესი და ესეც დავკვირდნენ, მაგრამ არავინ არ მოგვიყვება. ფუტიო საჯარო სკოლა აშენებული არის 1958 წელს, 2003 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ქეას მიერ ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, კოსმეტიკური რემონტი. ამ კოსმეტიკური რემონტის ხარჯზე, თანხების სიმძირის გამო სკოლა იქნა შევიწროებული როგორც სიგანეში, ასე სიმაღლეში. შესაბამისად დავიწროვდა კლასებიც და კარიდორიც. ფაქტობრივად კარიდორში თქვენ ხედავთ ახლა რომ ორი მოსწავლის ერთად ჩავლა შეუძლებელია. ჩვენ მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მოგვივიდა მათგან პასუხი, რომ აჭარის, ესე იგი 2015 წლამდე გეგმავს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ყველა საჯარო სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციას, შესაბამისად სოფელ ფუტიოს საჯარო სკოლაც რეაბილიტირებული იქნება აღნიშნულ პერიოდში.